ორგანიზაციები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ესტონეთში და მათ შორის სარგებლობენ. მას აქვს ერთი კონკრეტული მისამართიც, როგორ მიანდაგებთან. აი, ამ შემთხვევაში ჯამის მოსამსახურებელი ორგანიზაციები და რატომ რეგისტრირებულია? ხო, უბრალოდ ყოველსა ჩვენ რასაც ხედავთ არის ის, რომ რაზეც საუბრობდა ევროკომისარი ქალბატონი კოსი, რომ ეძებენ გზებს, რომ კანონის გვერდისავლით როგორ მისცენ თამიაწოდონ თანხები მათ NGO-ებს, აი ეს არის ზუსტად ის გზები, რასაც ეძებენ, ზოგი აქამდე ნაპოვნი ქონდათ, ზოგს ახალ სქემებს ალაგებენ. ეს არის კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, ეს არის საერთაშორისო თაღლითური სქემა საქართველოს კანონმდებლობის გვერდისავლით, საქართველოში პოლიტიკის დაფინანსების და საქართველოს შიდა და საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის ცდილობისა. ეს არის ფაქტი და ხედავთ ჩვენ თუ როგორ არის ამაში ჩართული ევროპის სხვადასხვა სტრუქტურები და როგორ ხდება ამ ყველაფრის ხელშეწყობა. მე გუშინაც ვისაუბრე რომ ერთ მისამართზე, ერთ-ერთ რა ვიცი, ხუხულაში, სადაც ფაქტია, რომ იქ არანაირი ოფისი არ არის, ჩვეულებრივად ყალბი NGO-ები რეგისტრირდება, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ესტონეთში არაკომერციულ საქმიანობასთან და ერთადერთი ამ ყალბი NGO-ების დანიშნულება არის იყვნენ ფულის გამტარი საქართველოს კანონმდებლობის გვერდისავლით. მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენ ქართულმა ხალხმა მოგცა მანდატი რომ მოგვეწესრიგებინა, დაგვერეგულირებინა საქართველოში უცხოური ფულის შემოდინების საკითხი პოლიტიკაში. ქართულმა ხალხმა 2024 წლის არჩევნებში მხარი დაუჭირა გამჭვირვალობის კანონს და მან თქვა, რომ საქართველოში არაფერი ესაქმება უცხოურ ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. მნიშვნელობა არ აქვს წარმომავლობას, ეს იქნება რუსული ფული, ეს იქნება გერმანული ფული, ეს იქნება ფრანგული ფული, ესტონური თუ ჰოლანდიური თუ ევროკავშირული. არც ერთ უცხოურ ფულს საქართველოს პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. ეს არის ზუსტად, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის წესრიგს, ეს არის ზუსტად, რაც ძირს უთხრის მათ შორის ევროკავშირის რეპუტაციას. ამიტომ ახლა მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ გავიგოთ თავად ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, გვაინტერესებს აფინანსებდნენ თუ არა ამ თაღლითურ სქემას ევროპული ფულით. ამ ყალბ NGO-ებს იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რომ გვერდი აერათ საქართველოს კანონმდებლობისთვის და შემოეტანათ პოლიტიკური ფული. კიდევ ერთხელ, მარტივი წესი არსებობს გრანტების კანონით, თუ გინდა შენ უცხო სახელმწიფომ ან ორგანიზაციამ საქართველოში ფული დახარჯო ისეთ საკითხებზე, რომელიც გავლენას ახდენს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში, კეთილი ინებე და ქართულ ხალხს კითხე ეს ყველაფერი. რას გვეუბნებიან ჩვენ ბრიუსელის ბიუროკრატები თავისი გამოსვლით, რაც მარტა კოსმა თქვა, რომ გზებს ეძებენ გვერდისავლით და თავისი საქციელით. გვეუბნებიან, რომ მათ არ აინტერესებს ქართული ხალხი და არაპირებენ ქართულ ხალხს კითხონ, რაში დახარჯო ფული. მათ ეს ქვეყანა მიაჩნიათ რაღაც დაქვემდებარებულ მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ, რომელშიც უნდა შემოვიდნენ და რაღაც მისიონერებივით აქ უნდა ძალად თავს მოგვახვიონ თავისი აზრები, არც უკითხონ და ფული ისე უნდა ხარჯონ საქართველოში და კიდევ ერთხელ ეს არის სამწუხარო პროცესი და სწორედ ამის გამოძახილი იყო ის კანონპროექტები, რომელიც დაინიცირებული არის და მე კიდევ ერთხელ განმარტავ, რას ნიშნავს ეს კანონპროექტები, ეს ნიშნავს იმას, რომ ვინაიდან ხედავთ ჩვენ გვერდისავლის სქემებს, ვინაიდან ხედავთ ჩვენ თაღლითურ სქემებს, ვინაიდან ხედავთ ჩვენ რაც თავისთავად უკვე გულისხმობს, რომ არის მავნე განზრახვები საქართველოსთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ესე იგი რაღაცა დასამალი აქვთ და ფარულად აკეთებენ ამ ყველაფერს, ამისთვის საკანონმდებლობა უზრუნველყოფს, რომ შესაბამისი რეგულაციებით ყველა კეთილი ინებოს და ქართულ ხალხს თხოვოს ჯერ თანხმობა ამ ფულის თანხმობაზე. მე კიდევ ვიტყვი, რაც შეეხება ამ სქემებს, ეს ერთი სქემა იყო მხოლოდ, როცა უცხოეთში რეგისტრირდებოდა ყალბი ორგანიზაციები, როგორც ფულის გამტარი ორგანიზაციები, აქ რა თქმა უნდა კითხვები ისმის, რომ ხომ არ ხდებოდა ფულის გათეთრება, ხომ არ ხდებოდა გადასახადების დამალვა, ხომ არ ხდებოდა შავი ფულის ტრიალი, ეს ყველაფერი რაც როცა ასე თაღლითურ სქემებს ასე ვთქვათ აწყობ და ამხელა
ენერგიას დეფამაში, რა თქმა უნდა, ეს კითხვები წარმოეშვება და მეორე სქემა. კიდე და ესეც თქვი გუშინ ახაც გავიმეორებ, ეს გახავთ თავად უცხოური ამ შემთხვევაში არაყალბი არამედ ნამდვილი უცხოური ორგანიზაციების, ფონდების, დონორული ორგანიზაციების საქართველოში არსებული წარმომადგენლობების გამოყენება, რითაც ფაქტობრივად გამოყენება იმისთვის, რომ ისინი მათ პირდაპირ ხარჯონ პოლიტიკური ფული. კერძოდ იმ გზით, რომ გრანტის ხელშეკრულებებს სხვა სათაურები დაარქვან და არ ვიცი, რატომაც შტერები გონიათ, მე მგონი ქართული ხალხი შტერი გონიათ, რომ ამას ვერ ხედავთ და ვერ ხვდებით. მეორე, რომ თავად პირდაპირ დადონ ხელშეკრულებები ფიზიკურ პირებთან და ნაცვლად იმისა, რომ მისცენ გრანტი ორგანიზაციას, მათ 20-ვე თანამშრომელს დაუდონ ხელშეკრულებები და ამით შენ იღბონ გრანტი და ამაში კიდევ ერთხელ წარმოუდგენელია, რომ ამას აკეთებენ ევროპული დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ღირებულებებზე საუბრობენ. მე არ მგონია სიტყვა ღირებულება საერთოდ ამ ადამიანებს ესმით, საერთოდ რას ნიშნავს? ევროპა, ღირებულება, სამართალი, კანონის უზენაესობა, ჩანს რომ არ ესმით. აქვს პოლიტიკური მიზანი და ამ პოლიტიკური მიზნისთვის მზად არიან წავიდნენ კანონის დარღვევაზე, ქართული ხალხის უპატივცემულობაზე, ოღონდ საკუთარ პოლიტიკურ მიზანს მიაღწიონ და ეს მიზანი რაც არის ვიცით. ეს არის ქართული ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მათი მარიონეტების დასმა ხელისუფლებაში. კანონპროექტებზე საუბრობთ, კანონპროექტიც კითხავთ, რეპრესია და ფასდება ეს კანონპროექტები ერთის მხრივ გრანტების ნაწილში და მეორეს მხრივ თვითონ პოლიტიკურ ნაწილში, როდესაც მუშაობს ადამიანი საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელსაც 20% შემოსავლა და მას 8 წელი არ ექნება უფლება იმუშაოს ის იყოს პოლიტიკაში. თქვენც იყავით საერთაშორისო ორგანიზაციაში, თქვენც მუშაობდით, რატომ შემოგავთ ასეთი შემზღუდავი ნორმა, რომელიც უგრძნობს ადამიანს, რომელიც შესაძლოა არ იკეთოს ინისიერი მუშაობს რომელიმე ორგანიზაციაში და მას არ ექნება უფლება, რომ მისი ცოდნა გამოიყენოს ქვეყნისთვის. რომ განგვიმარტოთ ეს კანონპროექტი უფრო მეტად, იმიტომ რომ თქვენ საუბრობთ ერთ ნაწილზე ორგანიზაციას, მაგრამ ბევრი არის, ვინც საქმიანობს ამ სფეროს, სოფლის მეურნეობა, ბევრი სფერო არის. რატომ უნდა დარჩნენ ისინი აქტიურობის და ასე შემდეგ მიღმა? პირველი რაც შეეხება გრანტებზე თანხმობას, კიდევ ერთხელ აქ მთავარი პრინციპი არის, რომ საქართველოში თუ ხარჯავ პოლიტიკური შინაარსის მქონე ფულს, კეთილი ინებე და ქართულ ხალხს კითხე, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია. ჩამოგვადგნენ და თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი. ეს იგივეა ოჯახში ფეხით შეაღო კარები შეხვიდე და დაუწყო გინდა თუ არა ესავეჯი აქეთ უნდა დავდგა, ეს აქეთ უნდა გადავდგა, ვინ ეკითხება? ქართული ხალხის თანხმობის გარეშე ვინმეს აქვს პოლიტიკის დაფინანსება. ასე რომ კეთილი ინებონა ქართულ ხალხს ჰკითხონ. ქართულ ხალხს კითხონ, მისთვის ეს სასიკეთოა თუ არ არის სასიკეთო და არასასიკეთო საკითხები რომ ფინანსდება, ამის ყველაზე კარგი მაგალითია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მოლოტოვის კოქტეილის კამპანია. ახლა ამაში რომ ფულს დახარჯავს ევროკავშირი, რომ ადამიანის დაწვა ცოცხლად დაწვა გამოაცხადოს კარგ საქციელად და ამისი რეკლამირება გააკეთოს, ამაში რომ დახარჯავს ევროკავშირი ფულს, ჩვენ იქ რა მოლოდინი უნდა გქონდეს, რომ იქნება ღირებულებებზე დაფუძნებული რაიმე სასიკეთო გაკეთებული საქართველოს. რაც შეეხება მეორე საკითხს, კერძოდ შეზღუდვას მათთვის, ვინც დასაქმებული იყო ორგანიზაციაში, რომელიც უცხო ძალისგან ფინანსდებოდა. ეს არ არის, აქ ამოვიდეთ თავი საკითხიდან. ჩვენ ხედავთ და ეს აღიარა ამერიკის შეერთებულ შტატების ახალმა ადმინისტრაციამ და ამხილა მათ შორის ის სისტემა, რომელიც ამერიკაში მანამდე არსებობდა, რომ უცხოური დაფინანსება და გრანტები გამოიყენებოდა სხვა ქვეყნებზე პოლიტიკური კონტროლის მოსაპოვებლად, პოლიტიკური გავლენის ბერკეტების შესაქმნელად. ამიტომ დახურეს USAID, ამიტომ შეწყვიტეს უცხოური დაფინანსება, ამიტომ შეწყვიტეს რადიო თავისუფლების პროპაგანდის დაფინანსება, ამიტომ შეწყვიტეს ამერიკის ხმის დაფინანსება, რომ ეს ყველაფერი მხილებული იქნა როგორც სხვა ქვეყნებზე პოლიტიკური გავლენის მოპოვების ბერკეტი. ანუ ეს აღიარებულია, რომ ეს ფული საქართველოში მათ შორის იხარჯებოდა იმისთვის, რომ პოლიტიკური გავლენა მოეპოვებინათ ქართულ ხალხზე, საზოგადოებაზე თუ საქართველოს ხელისუფლებაზე. ანუ ეს მოცემულობა არის. შესაბამისად, თუ კი ჩვენ ამ მოცემულობას მივიღებთ, რომ ეს ორგანიზაციები გამოიყენება პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად, სხვისი სხვა მათი დამფინანსებლების გავლენის გასატარებლად, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ არ იყოს ბრუნავი კარის პრინციპი, როდესაც ხან NGO-ში არიან და მე შემდეგ ცდილობენ ისინი მოიყვანონ პოლიტიკურ ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაში იგულისხმება პარტიები
და პარტიების გზით პოლიტიკური იქნება ეს ასე ვთქვათ პოლიტიკური საქმიანობა პარტიაში და გავლენა პოლიტიკურ ასე ვთქვათ მოვლენებზე, რომ ამის საშუალება ამისთვის აიყონ გარკვეული ეგრეთ წოდებული გაგრილების პერიოდი, რომელიც სხვათა შორის არსებობს საერთაშორისო პრაქტიკაში, მაგალითად, როდესაც პოლიტიკაში საჯარო სექტორში არის ადამიანი დასაქმებული იმისთვის, რომ მაგალითად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში დაიწყოს მუშაობა, სჭირდება თვალსაჩინო 2 წლიანი პაუზა იმისთვის, რომ დაიწყოს იქ მუშაობა. ეგრეთ წოდებული გაგრილების პერიოდი, როდესაც ადამიანი ასე ვთქვათ, როდესაც არის რისკი, რომ მისი წინა საქმიანობიდან გამომდინარე ახალ პოზიციაზე ასე ვთქვათ, წინა ინტერესების გატარებას ექნება ადგილი. ამიტომ ეს ამაზე არის საუბარი და ჩვენ ამის მაგალითები გვაქვს. სერგი კაპანაძე არის ამისი ყველაზე კარგი მაგალითი. ადამიანი, რომელიც იყო ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის, წამების სისტემის რეჟიმის ერთ-ერთი ლიდერი, მას შემდეგ რაც დამარცხდა 2012 წელს არჩევნებში, უცებ გადაკეთდა NGO-თ და NGO გრასი და შემდეგ მას წარმოგვიდგენდნენ როგორც სამოქალაქო საზოგადოებას და ასე ვთქვათ არაპოლიტიკურ ძალას, ყავდათ ჩართული ყველაფერში, დააყარეს მილიონები, იქ სადაც იყო ხელისუფლება და ოპოზიცია, სერგი კაპანაძეს სვავდნენ როგორც ვითომ და ნეიტრალურ ადამიანს, არადა მართლა თვალებში ნაცარს აყრიდნენ საზოგადოებას, როდესაც მას წარმოადგენდნენ სამოქალაქო საზოგადოებას. შემდეგ 2016-ში ის კვლავ პოლიტიკაში მობრუნდა, გახდა პარლამენტის წევრი და უცებ პოლიტიკოსი გახდა და პოლიტიკოსი იყო. შემდეგ 2020-ში კვლავ გადაბარგდა ისევ არასამთავრობო სექტორში და ეს არის ერთი წამი. სერგი კაპანაძე ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი, როგორ ხდება გარედან ადამიანების ასე ვთქვათ, ტრიალი იმისთვის, რომ მოიყვანონ ხან პოლიტიკაში, ხან ერთი კარიდან ატარონ და ხან მეორე კარიდან ატაროს. მე გეტყვით, მე NGO-ში არ ყოფილა. არც ირაკლი კობახიძე არ ყოფილა NGO-ში. არც მე, არც ირაკლი კობახიძე ჩვენ NGO-ში არ ვყავთ. ერთი წამით მაცადეთ. ამიტომ ეს არის ფაქტი, რომ ხდება გრანტის ფულის გამოყენება საქართველოს მავნე ზემოქმედებისთვის, ამას ჩვენ ხედავთ ყოველდღიურად, ჩვენ ნახეთ 2022 წლის ივნისში NGO-ები როგორ დააყენეს პარლამენტის წინ და ცდილობდნენ ხელისუფლების დამხობას და მაშინ გახსოვთ რა თქვას, რა მოითხოვეს NGO-ებმა 2022 წლის ივნისში, კანდიდატის სტატუსი რო არ მოგწეს. რა მოითხოვეს, გახსოვთ, რომ გადადგეს მთავრობა, პარლამენტმა გადააყენოს მთავრობა და შეიქმნას მთავრობა, სადაც 1/3 იქნება ხელისუფლება, 1/3 ოპოზიცია და 1/3 იქნება NGO-ები, უცხოეთიდან დაფინანსებული. ამას გვიკეთებდნენ პირდაპირ დღისით, მზისით მათი დონორები, რომ საქართველოს ხელისუფლებაში უნდა ყოფილიყო პირდაპირ უცხოეთის ინტერესების გამტარებელი ადამიანები და თან უნდა ქონდათ ვეტოს უფლება. ესეც იყო მათი მოთხოვნა, რომ მათი ნებართვის გარეშე არაფერი არ უნდა მომხდარიყო მთავრობაში. აი ამას აკეთებდნენ პირდაპირ, ეს აღიარა და ამხილა ამერიკის შეერთებულ შტატებმა, რომ ეს ფული და NGO სისტემა გამოიყენება სხვა ქვეყნებზე გავლენების მოსაპოვებლად, ამიტომ ვისაც ვინმეს თუ უნდა იმ ორგანიზაციებიდან, სადაც მათ აქვთ ძირითადად უცხოური დაფინანსება, თუ კი უნდა რომ პარტიული საქმიანობა გააგრძელოს, აიღოს გაგრილების პერიოდი, კიდევ ერთხელ აიღოს გაგრილების პერიოდი და ამის შემდეგ მივიდეს პოლიტიკაში. აირჩიონ რა უნდა, თუნდაც უცხო ინტერესების გატარება, თუნდაც ქართული ხალხის ინტერესების გატარება. რაც შემეხება მე კიდევ ერთხელ მე NGO-ში არ ყოფილი. თქვენ შარშან მაისში მიმართეთ ევროკავშირის ელჩს და გქონდათ ერთადერთი მოთხოვნა, რომ დაეგნო მათ მიერ დაფინანსებული პირების მხრიდან ჩადენილი ძალადობა, ზისის კამპანია, თუმცა პასუხად როგორც თავად ამბობთ, მიიღეს დუმილი. დღესაც ახსენებთ ელჩს, რომ ამის შემდეგ იყო 4 ოქტომბერი და აბსოლუტურად იგივე პროცესი. რას ნიშნავს ეს დუმილი და რას ნიშნავს მათი მხარდაჭერა? ეს პირდაპირ ჩემი აზრით ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ ეს არის გამიზნული პოლიტიკა საქართველოში ძალადობისთვის სულის ჩადგმის.
4 ოქტომბერი არის ზუსტად აი ამ დუმილის შედეგი და 4 ოქტომბერთან დაკავშირებით დუნურზე უარესი იყო, არათუ დუმილი იყო, პირდაპირ მხარი დაუჭირა ევროკომისიის პრესპიკერმა ხელისუფლების დამხობის სცენარს, რაც არის კატასტროფა, საერთოდ კატასტროფა, რომ ბრიუსელის ბრიფინგების ოთახში მოვისმინეთ ჩვენ ნეპალის სცენარის მხარდაჭერა. ამაზე უარესი რა უნდა დაემართოს ბრიუსელს, რომ აღიაროს, რომ ცივილიზაციურ უფსკრუში მიაქანებს ევროკავშირს. და კითხვა ხო მარტივია. აი ჟურნალისტები ხართ და კითხვის დასმა თქვენი სპეციალობაა. ხო მარტივი კითხვა არის ევროკავშირის და მისი ელჩის მიმართ. აი რატომ ერთხელ მაინც რატომ არ დაგმო მაგალითად მარიამ ლაშზე მის მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად თავდასხმა ერთხელ მარტო აი ხო შეეძლო ეთქვა რომ საქართველოს პარლამენტის წევრ ხალბატონ მარიამ ლაშზე მის არასრულწლოვან შვილებზე თავდასხმა არის მიუღებელი. რატომ არ ამბობს ამას? რა ხო შეეძლო ერთი მარტივი წინადადება ეთქვა რომ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი არის მიუღებელი და დასაგმობი. აი ხო ერთი მარტივი წინადადება რაც კითხვის ნიშნის ქვეშაც ხო არ დგება. ხო არ დგება. უყურეთ აი რატომ არ ამბობს? მივიყვან ბოლომდე. თქვენი აზრით, მოგიწოდეთ, სადაც შეხვდებათ ევროკავშირის ელჩი, დაუსვათ ეს კითხვა. რატომ არ გმობს ცალსახად და პირდაპირ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს? თან მაშინ, როდესაც ამ შტურმში და ამ მთლიან პროცესში იყვნენ ჩართული ადამიანები, რომელიც მხარდაჭერილი და მათ შორის დაფინანსებული არიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან. და პასუხი მარტივი არის. იმ მომენტში, როგორც კი ევროკავშირის ელჩი ითქვის, რომ პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი არის მიუღებელი, იმ მომენტში ის ადამიანები, რომლებიც ამას ევროკავშირის დროშით აკეთებენ, მათ გამოაცლის ბრიუსელის ლეგიტიმაციას. დღეს ისინი სინამდვილეში იმიტომ ბედავენ ევროკავშირის დროშით იძალადონ, ევროკავშირის დროშით ხელში დაწვან პარლამენტი, დაწვან შტურმი მიიტანონ პრეზიდენტის შენობაზე, იმიტომ რომ ამის ლეგიტიმაციას აძლევს ბრიუსელი, რომ შეუძლიათ ევროკავშირის დროშით იძალადონ. და მათ შორის თქვენ გახსოვთ ძალადობის სცენები ევროკავშირის დროშით, ფოტოები, რომლებიც საჩვენებლად აქვს გამოტანილი ხანდახან ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებს, როგორც მისაბაძი მაგალითი, როგორ უნდა იძალადოს ადამიანმა და როგორ უნდა იყოს ძალადობრივი პროტესტი. მოსკოვის მექანიზმი გითხავთ 24 ქვეყანა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეისწავლონ ექსპერტული ჯგუფის შექმნა და შეისწავლონ ადამიანის უფლებები როგორი არის საქართველოში. ამ მექანიზმის გამოყენება ისეთ ქვეყნებში მოხდა, სადაც ადამიანის უფლებები მკვეთრად ირღვეოდა საქართველოს კონტექსტში ეს რას ნიშნავს და განცხადებაში წერია, რომ საქართველოს მთავრობა უნდა ითანამშრომლოს, აპირებთ თუ არა თანამშრომლობას და მათი ეჭვების თუ არგუმენტების თქვენი არგუმენტების წარმოქმნას, იმიტომ რომ ადამიანის უფლებების მიმართულებით ისინი ხედავენ ქვეყანაში პრობლემებს, საუბრობენ, რომ გაუარესებული არის მდგომარეობა. ეს კიდე ერთი მორიგი მაგალითია იმისა, როგორ ხდება სხვადასხვა ორგანიზაციის გამოყენება ქართველ ხალხზე თავდასხმისთვის, ქართველი ხალხის დაშინებისთვის, იმისთვის, რომ დაიმორჩილონ ქართველი ხალხი. ეს არის სწორედ ასეთი ინიციატივების მთავარი мотиваცია, ეს არის მეგობარი აქტები, რეზოლუციები ევროპარლამენტში, პასეში და ასე შემდეგ სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტებში. ეს არის ერთი და იგივე მეთოდი ქართველ ხალხის დაშინების მცდელობისა. მაშინ, როდესაც ღია კარს ამტვრევენ. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ იმისთვის, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვას პასუხი გავცეთ. ამის საპირისპიროდ ჩვენ ხედავთ ბრიუსელის მხრიდან დაბლოკვას ყოველგვარი დიალოგისა და ხედავთ თქვენ, რომ ასე ვთქვათ, გაბუტულ პოზაში არიან ჩასულები და ამიტომაც არიან სადაც არის დღეს ბრიუსელი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კაია კალას რომ არ ხვდება, აი ასეთი არაკვალიფიციური პოლიტიკის გამო, რაც მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით ყველაზე კარგად ჩანს, რომ ასე ვთქვათ, მუქარას და შანტაჟს ამჯობინებენ დიალოგს და საუბარს, აბსოლუტურად არაევროპული ქცევას და ამისი გამოვლინებაა საბოლოო ჯამში ასეთი სახის გადაწყვეტილებები. კიდევ ერთხელ ეს აჩვენებს
რომ არის სურვილი საქართველოს მოსახლეობის და ქართველი ხალხის შანტაჟისა და დაშინების და ზეწოლისა ჩვენ არაფერი არავისთან დასამალი არ გვაქვს კიდევ ერთხელ არსებობს კითხვა რომელზეც პასუხი არ გვაქვს არაფერს საკითხი რომელზეც არ შეგვიძლია საუბარი კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ ტრიბუნიდან ცოტა ხნის წინაც ვთქვი რომ ის საძაგელი სიყალბე რომელიც BBC-მ გამოაქვეყნა საქართველოს სახელმწიფოსთან დაკავშირებით თითქოს პირველი მსოფლიო ომის ქიმიური ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა საქართველოს ხელისუფლებამ რომელიც აღმოჩნდა რომ საქართველოს ტერიტორიაზე ეს ნივთიერება საერთოდ ისტორიულად ნამყოფიც კი არასდროს არ არის და ბრიტანეთში მოიკითხონ ქიმიური იარაღის შექმნაც და გამოყენებაც ამჯობესი იქნება და ეს სიყალბე ამ სიყალბეზე დაკავშირებით გამოძიების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა თქვა თუ კი არის რაიმე კითხვა აგერ არის გამოძიების მასალები მზად ვართ ნებისმიერ რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციას მივცეთ შესაძლებლობა გაეცნოს კიდევ ერთხელ გავიდა ერთი კვირა ბოლო დროით და თქვენი აზრით რამდენმა მიმართა ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლება ნული არავი რატო იმიტომ უნდა ჩამოვიდნენ ნახონ და მე კოხორასი არ იყოს უნდა თქვა რომ ჩვენ ყოფილვართ არასწორებია ადამიანის უფლებების მდგომარეობა მანამდე რაც იყო 2002 საქართველოში ერთის პრესი ცუდი წარსული აქვს ქვეყანას ადამიანის უფლებების მდგომარეობის თვალსაზრისით და ახლა როდესაც ევროპელი პარტნიორები EU-თო საუბრობს იმაზე რომ უნდა გამოიძიოს ადამიანის უფლებების მდგომარეობა თქვენ ამბობთ რომ ეს არის დაშინება რაში გამოიხატება ეს ნაწილი როცა ქვეყანას ედავენ ამას გეკითხებთ იმიტომ რომ ქართული ოცნება მთელი ამ წლების მანძილზე იწონებს თავს და ამბობს იმას რომ სწორედ ადამიანის უფლებები არის რაც ჩვენს ხელისუფლებას გამოარჩევს რომ ეს არის ჩვენი ნიშა როცა ეხლა ამას გედავებიან ამიტომ გკითხეთ არგუმენტები გაქვთ თუ არა არგუმენტები ერთად გააკარწყეთ სხვა ჩვენს ვინ იმიჯისთვის ეს კარგი არ არის ჩვენ ნახეთ არანაირი კავშირი არ არის რა ვითარება იყო მოდი ავხსნი მაშინ რაც შეეხება ამ რუსულ თუ რა ქვია მოსკოვის მექანიზმს რო ავხსნა არანაირი კავშირი ქვეყნის იმისთან არაფერს არ აქვს ეს არის ჩვეულებრივი მომხსენებლის ინსტიტუტი რომელიც აქვს ევროსაბჭოსაც და სხვა ინსტიტუტებსაც გაეროს ადამიანის უფლებების მომხსენებლები არსებობს ეს არის მომხსენებლის ინსტიტუტი რომელიც შემდეგ შეადგენს საკუთარ ანგარიშს მოსაზრებებს და რეკომენდაციებს ეს არ არის არც გამოძიება, არც სასამართლო, არც სავალდებულო რაიმე შინაარსის შედეგები, რომელიც აქვს. ეს არის ჩვეულებრივი ფაქტების შემსწავლელი მისია, ასე ვთქვათ. ან ანგარიში მომხსენებელი, ხო, რაც არის მაგალითად ევროსაბჭოში არის ასეთი სადაც არის მუდმივი მომხსენებლები არიან გაეროში, მუდმივი მომხსენებელი არის ევროსაბჭოში, EU-თოში ამ შემთხვევაში ეს მექანიზმი არის მათ შორის, რომელიც არის კიდევ ერთხელ არანაირი კავშირი რაღაც ასე ვთქვათ, ეს არის საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი, ეს არის ასე ვთქვათ, მოკვლევა საკითხის, ანალიზი, რომელსაც მოყვება ამ ასე ვთქვათ, მომხსენებლის ანგარიში, რომელიც არის სარეკომენდაციო ხასიათის. მეორე საკითხი, იცით ვინ არის ინიციატორი ამ მექანიზმის შემოქმედებისა? პოლონეთი. მე რამდენადაც ვიცი, ეს ის პოლონეთი არის, შეგახსენებთ, ჯეიმს ბონდი ექიმი რომ შემოგვაპარა მიხეილ სააკაშვილთან საავადმყოფოში, რომელსაც წინდებით გაქონდა მიხეილ სააკაშვილის ნერწყვი თუ არ ვიცი რაღაც სხვა ბიომასალა. აი ეს ის პოლონეთია, ის პოლონეთის ხელისუფლების მიერ წარმოგზავნილი სპეც რაღაც აგენტისავით მოქმედი ექიმი რო იყო. აი თავის დოზე უნდა გამოგვეძიებინა ის რაც საქართველოში მაშინ მათ მოაწყეს სპეცოპერაცია ჩვეულებრივი და თქვენ რა გონიათ იმის მიზანი იყო რომ რაიმე კვლევა ჩაეტარებათ იმის მიზანი იყო შეექმნათ ასე ვთქვათ გარკვეული სცენარი რომ თითქოს გამოიტანეს რაღაც მასალა და შემდეგ იმ კვლევაში იქ აღმოაჩნდნენ რკინებს, ტიტანიუმებს და კამიტებს მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში და შემდეგ ეთქვათ რომ ეს სინამდვილეში იქ მფარულად მოპოვებული მასალა არის. აი ამას გვიკეთებდა პოლონეთის მაშინდელი ხელისუფლება. ერთი, მეორე, შეგახსენებთ რომ დღემდე პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, ვინც წამების სისტემის შექმნას სააკაშვილის გვერდში მდგომები არიან. დღეს
პოლონეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ტუსკი გახდათ სახალხო პარტიის თავმჯდომარე, რომელმაც ცარიელი სკამი დადგა მიხეილ სააკაშვილის წარწერით სახალხო პარტიის კონფერენციაზე და სიტყვით გამოვიდა წამების სისტემის შექმნასთან და ტუსკის მთავრობა დღეს რაიმე ადამიანის უფლებებზე საუბრობს, როდესაც მათი მეგობარი არის საქართველოში წამების სისტემის შექმნელი მიხეილ სააკაშვილი და ამ ტუსკის ხელისუფლება საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე რაიმე ძვირს ამბობს ადამიანის უფლებასთან დაკავშირებით, ასე რომ ადამიანის წამების სისტემის შექმნელების ძმაკაცებისგან და მეგობრებისგან ჩვენ რა თქმა უნდა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით შენიშვნებს ვერ მივიღებთ. კიდევ ერთხელ ტუსკი გახლავთ ის ადამიანი, რომელმაც წამების სისტემის შექმნას სააკაშვილი გამოაცხადა დემოკრატად სახალხო პარტიის ყრილობაზე დაუდგა ცარიელი კარი და მას დიდი რამბები მიუძღვნა. ასე რომ ასე ღირებულებით პრობლემების მქონე ხელისუფლება, რომელსაც იცით რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასთანაც პრობლემები აქვს მათ და ხედავთ ატყობთ ალბათ აკვირდებით პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვს ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ ადმინისტრაციას. აი ამ ასეთი ხელისუფლების ინიცირებული არის ეს, რომ კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რა თქმა უნდა ესეც ადასტურებს, რომ ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ, იმისთვის რომ მუდმივად აქ მისცენ საკვები რადიკალებს, რომ სალაპარაკო ქონდეთ თემა, კიდევ ერთხელ ეს ის ქვეყანა არის ეს ის ხელისუფლება არის, ვინც წამების სისტემის შემქმნელის მეგობარი არის და მისი თანამებრძოლი არის და იზიარებს, ესე იგი, ამით იზიარებს მათ შორის პასუხისგებლობას საქართველოს ციხეებში სააკაშვილის დროს შექმნილი წამების სისტემის. მაგალითად წეღანი საუბრეთ, რომ ალბათ ვიცით, რომ რამდენმა დავით მომართაო, მაგალითად საქართველოს მთავრობაც BBC-ის საკითხს, რომ გაეცნოს გამოძიების შედეგებს. მე უშუალოდ EUTOS-თან დაკავშირებით ვკითხო, დავუშვებთ თუ არა, რომ საერთაშორისო საგამოძიებო მისია ჩამოვიდეს საქართველოში, ანუ მიმართულებით უშუალოდ ითანამშრომლებთ თუ არა მათთან და რეკომენდაციების ხასიათი აქვს ვახსენებ, მაგრამ ვალდებული ვართ როგორც წესი, რომ ეს რეკომენდაციები შევასრულოთ, იმიტომ რომ EUTOS წევრი ქვეყანა ვართ. მიმართულებით დავუშვებთ თუ არა მისიის ჩამოსვლა საქართველოში და სავალდებულო არის რეკომენდაცია. მისიის კი არა, რასა იუკნევიჩენის ჩამოსვლას უშვებთ საქართველოში და იმას არ ვეჭით ყველაფერი და რატო უშვებთ ამ ყველაფერს რასა იუკნევიჩენებს და ყველას ვინც ქართული ხალხის მიმართ ტრული და ქალბატონი იუკნევიჩენის შემთხვევაში არა მხოლოდ გიტყვით ხო და ანუ არა თუ ამაზე რასა იუკნევიჩიანესაც კი უშვებთ მეთქი რომელიც ქართული ხალხის მიმართ ტრული და ფაშისტური რიტორიკით არის გამორჩეული იმასაც კი უშვებთ ეს არანაირი საგამოძიებო მისია ეს არ არის კიდევ ერთხელ ძალიან გინდა თქვენ რაღაც გამოძიებები მაგრამ არანაირი საგამოძიებო გისმენთ დავუშვებთ თუ არა საერთაშორისო საგამოძიებო ვის გულისხმობთ მოსკოვის მექანიზმის ხო თუ რამე სხვას გულისხმობთ ევროდირი არ არის უცხო სავალდებულოდ შესაძლებელია იმიტომ რომ ჩვენ EUTOS წევრი ქვეყანა ვართ ამ კითხვაზე რომ მე ამიტომ მოგეცით განმარტება ეს არის ასე ვთქვათ მომხსენებლის ინსტიტუტი ან ინსტრუმენტი რომელიც სხვადასხვა საკითხზე მოქმედებს სხვა შორის მაგალითად ესტონეთმა თვითონ ამოქმედა თავის თავთან მიმართებაში 90-იან წლებში ეს ინსტრუმენტი რომ ამბობთ ეს რაღაც ასე ვთქვათ დიდი საკითხი არის ანუ ესტონეთმა თავის თავთან დაკავშირებით ამოქმედა რაღაც შესწავლილი მისია მისთვის რომ რაღაც დასკვნა სჭირდებოდა სავარაუდოდ კიდევ ერთხელ ეს არის მომხსენებლის ინსტრუმენტი EUTOS-ი რომელიც სწავლობს რომელიც შემდეგ ადგენს ანგარიშს რომელსაც აქვს კიდევ ერთხელ სარეკომენდაციო ხასიათი იგივეა რაც არის სხვა სარეკომენდაციო ხასიათი აცხადება ბრალდებას არ აღიარებენ თუმცა იმ ქმედებებს ადასტურებენ მათ შორის ჩახუნაშვილიც ამბობს რომ დასახმარებლად შევედი ბევრი ადამიანი გადავარჩინეს გავს შინაარსის განცხადებები ისმის არის რაც მოხდებათ ამ პროცესებზე და რამდენად ხო, ვარი ამასაც ვიტყვი ამ ჩახუნაშვილის არა, მაგრამ მისი შვილი ჩახუნაშვილი მედიცინის მუშაკი რო ასევე ისიც აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ესტონელი NGO-შნიკი ყოფილა და ესტონეთში აქვს NGO. ჩვენთან რომ მედიცინის მუშაკად ფიგურირებს, თურმე ყოფილა ესტონელი NGO-შნიკი. აი კითხვა არის, რაში ჭირდება BBC-ს ყალბი თუ ცულის წამებელი რეპორტაჟის ერთ-ერთ მოწმენს, რაში ჭირდება ესტონეთში NGO. რა თანხები მიედინება საიდანმე და გითხრა აგვიხსნას ერთი შემთხვევით უცხოეთიდან რაღაც ფინანსებს ხوارიღებს მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ ცილის წამებისთვის. რაც შეეხება 4 ოქტომბრის პროცესს, ყველაფერი ჩვენ თვალწინ არის, ხო?
ჩვენ თვალწინ არ ხედავდით, რომ გვიანონსებდნენ ნეპალს. ბენზინის გადასხმას რო გვიანონსებდნენ, ეს ხომ გახსოვთ, რომ გამოვიყვან და ბენზინს გადავასხათო. ნეპალი, ხო გახსოვთ? ნაცმოძრაობა და ეს ორგანიზატორები ვინც იყვნენ, ყოველდღე რო იმეორებდნენ. ისიც ხო გახსოვთ, აი ნეპალის და ბენზინის ძახილის შემდეგ ევროკომისიის პრესპიკერს უკითხეს, ხარს თუ უჭერთო ამ რა სიტყვით ამ აქციასთან დაკავშირებით და სოლიდარული ვართო. ევროკომისიის ეს არის ევროკომისიის პოზიცია, როცა ამ პრესპიკერი ამას ამბობს, რომ ხარი დაუჭირა ნეპალის სცენარს და ბენზინების გადასხმის პროცესს, ხარი რომ დაუჭირა სოლიდარობა რომ გამოუცხადა. ესეც ხო გვახსოვს. შემდეგ ხო გვახსოვს ულტიმატუმი რომ მისცეს სახელმწიფოს და გამოვიდნენ. ხო გვახსოვს რომ თქვენს რომ მორჩა ეხლა ხელისუფლება ჩვენია, დაასახელეს რამდენიმე თანამდებობის პირი, ჩემი ჩათვლით და გასცა პაატა ბურჯულაძე, ჩემი და სხვათა დაკავების ბრძანება. ხო გახსოვთ ეს ყველაფერი, ხო? ეხლა ამის შემდეგ რომ მოუწოდესო, წავიდეთ ეხლა და პრეზიდენტის სასახლის გასაღები ჩავიბაროთო. თქვენ რას ფიქრობთ, იქ გასაღები გასამრავლებლად უნდა წაიღოთ შემდეგ და თუ ისთვის რა გასაღებს იბარებდნენ? ხალხი რო ყავს იქ რამდენიმე 1000 ადამიანი. ამათ რო ეუნები წავიდა და ჩავიბაროთ, ის რას იზავს? მივა იქ და მიღება ჩაბარების აქტს შეაწვდის, რომ ხელი მოგვიწერეთო? აი ეს არის ზუსტად რაც კიდევ ერთხელ წააქეზა, თვალი დაუხუჭა და სოლიდარობა გამოუცხადა ამას ბრიუსელმა. და დღეს ჩვენ ხედავთ, ცდილობენ ახლა ააგორონ კამპანია ხელისუფლების დამხობის მცდელობის დაკნინების შესახებ, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების, აი ამ სამი გოჭის ხუხულაში რო არის ტალინში დარეგისტრირებული საერთაშორისო გამჭვირვალობა, ყალბი, ასე ვთქვათ, ანგარიშების შედგენით და მაგრამ კიდევ ერთხელ ეს ხო ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდებოდა. ამ მედიცინის ამ კონკრეტულ მუშაკზე ვერაფერს გეტყვით. ახლა ესეც დავინახეთ, ადამიანი გადასული და ამბობს, რომ სამედიცინო დახმარებას უწევდიო. ნუ იცით რა არის? ამ ადამიანი რომ საკუთარ თავს პატივს არცემს, გავიგე. ის რომ მის გვერდში მყოფებს პატივს არცემს, ესეც გავიგე. მაგრამ ხა ქართველი ხალხი რომ შტერი ვგონი ვართ ამ კონკრეტულ ადამიანსაც. ეხლა ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ ის იქა, რა ქვია, სამედიცინო ჩანთი დარბოდა ეხლა იქ და ხელოვნურ თვალს უკავდა ვიღაცებს, ნუ ეხლა მართლა შტერები ხო არ ვართ აქ რა. ამიტომ კიდევ ერთხელ ყველაფერი დაფიქსირებული არის რამდენიმე ტელევიზიის კამერებზე, მათ შორის ერთ-ერთი ტელევიზიის ახლა ვიხსენებ რომელი იყო ჟურნალისტი პაატა ბურჭულაძეს ხელით ეხმარება ღობეზე გადასვლის, ეს კადრების ხო კარგად გასვოთ, მოძებნეთ და ნახავთ როგორ ხელი როგორ შეაშველა. ამიტომ უყურეთ ეს ამ ყველაფერს თქვენ თვითონ ხედავთ, თქვენ ხო იქ იყავით, თქვენი თვალით ხედავდით, თქვენი თვალით ნახეთ როგორ შეიჭრნენ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე. თუ კი აი მისი სითამამე ეყოთ, ახლა ეყოთ იმის სითამამე, რომ პასუხი აგონ ამისთვის. ასე არის. უნდათ ხო ხელისუფლების დამხობა და რევოლუცია. რომ გაიმარჯვებდნენ, მე ერთი მეორეს დაასწრებდნენ, ვინ იყო იქ, ვინ რა გააკეთა, ვისაც წული ჰქონდა. დამარცხდნენ ამ საქართველოს წინააღმდეგ ღალატში და ეხლა ერთმანეთს ასწრებენ, რომ თქვა რომ მე რა შუაში ვარ, იქ შემთხვევით აღმოჩნდი, გასაღები, მეგონა რომ გასაღებს გამომაწვდი და სახელმწიფო დაცვად მეტი სხვა იქ არაფერი არ მინდოდა, სამედიცინო დახმარებას უწევდი, ასპირინი მივაწოდე, აი ამ დონეზე არის დაცული. სამარცხვინოა რომ აი ამას ეყრდნობა დღეს ბრიუსელი საქართველოში ხელისუფლების შესაძლებლად ამ ასეთ ადამიანებს ეყრდნობა. შემდეგ ფასების რეგულირების ნაწილზე მინდა რომ გითხოთ, როდის იქ რეალურად მოსახლეობას შეყავთ სამმართველობით, ვიცით რომ რამდენიმე დღეში უკვე კომისია უნდა შეიქმნას და პარლამენტი როგორი მუშაობს. ჩვენ კოლეგებთანაც და ვიცით რომ ჩვენი სურვილი არის გულისხმობ ამ შემთხვევაში ქართული ოცნების ფრაქციას რომ ბატონმა შოთა ბერეკაშვილმა უხელმძღვანელოს ამ კომისიას და გუშინ დავანონსე კიდევაც რომ კომიტეტის გადასაწყვეტია, თუმცა ინიციატორი ფრაქციის წინადადება რომ 14 კაციანი კომისია იყოს, სადაც 7 იქნება ქართული ოცნებიდან, 3 ხალხის ძალიდან, 3 საქართველოსთვის ფრაქციიდან, 1 ევროსოცები. ჩვენ სამშაბათს დადგენილებით შევქმნით კომისიას, შემდეგ არის პროცედურული საკითხები, პირველი სხდომა და ასე შემდეგ, რაც ფიქრობ რომ 4 შაბათს მოისწრება, ასე რომ 5 შაბათიდან უკვე შეუძლია ამ გრაფიკს თუ მივუყვებით, შეძლებს კომისიას სრულფასოვნად მუშაობის დაწყებას. იქნება კომისია 3 თვის ვადით და მთავრობასაც
ასეთი გრაფიკი აქვს დაანონსებული, რომ აპრილის ბოლომდე იმუშაოს და ჩვენც პარალელურ რეჟიმში ვიმუშავებთ. ჩვენ ეს იყო, იცით რომ არის პრემიერის ინიციატივა და მათ შორის პრემიერის მოწოდება იყო, რომ პარლამენტსაც განეხილა საკითხი, რომ საპარლამენტო ფორმატიც შეგვექმნა ამ საკითხებისთვის, ამიტომ რა თქმა უნდა მთავრობასთან თანამშრომლობით ჩვენ ვიმუშავებთ ამ საკითხზე. ის მიგნებები, რაც სამთავრობო კომისიაში იქნება, თხოვთ რომ გაგვიზიარონ, მათ შორის ის პროცესი, რაც სამთავრობო პროცესი არის უფრო სამუშაო დახურული რეჟიმი. პარლამენტი კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ეს იყოს ღია, საჯარო პროცესი. რაც შეეხება შედეგებს, ვნახოთ რა იქნება შედეგები. ჩვენ კარგი სიგნალი ის არის, რომ ხედავთ, რომ თავად მეწარმეების მხრიდან არის ასე ვთქვათ განწყობა, რომ მართლაც რაღაც არ არის სწორედ ჩვენ სისტემაში და იმ ფასებში, რომელსაც ჩვენ დახლებზე ვხედავთ, სად არის გამოწვევები, სად არის ასე ვთქვათ ხარვეზები მთლიან ამ ჯაჭვში, იმ ჯაჭვის, რომელიც საბოლოო ჯამში დახლზე ფასად გადაიქცევა, ამას შევისწავლით ზუსტად და საზოგადოებასთან ერთად ვნახავთ, სად რა არის შესაძლებელი. ამას ყველა ვნახავთ. ჩვენ წინასწარ მზა რეცეპტები არ გვაქვს, ამიტომაც არის კომისია და მოკვლევა ხდება საკითხის. საზოგადოებასთან ერთად იქნება ეს ყველაფერი, რასაც ერთად შევთანხმდებით საზოგადოებასთან ერთად, ზუსტად ისე მოვიქცევით. იქნება რაიმე რეგულაცია მისაღები, პრაქტიკა შესაძლებელი თუ ასე შემდეგ. განათლების რეფორმაზე მინდა რომ გითხოთ, გუშინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გარკვეულ ნაწილში გამოიწვია პროტესტი გულისხმობ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას. ერთი რომ შეგვიფასოთ ზოგადი კონცეფცია განათლების რეფორმის, რასაც გარკვეულ განმავლობაში ჰქონდა საზოგადოების ინფორმაცია და მეორე, აი თქვენ თანამდებობებს მაგათად გითხებოდებათ, რომ საკუთარ ცნობილი აქტივისტები მონაწილეობდნენ გუშინ უნივერსიტეტთან პროტესტში, აქაც ხომ ახედავთ გარკვეულ რისკებს, რომ საკითხი ცოტა პოლიტიკურ ჭრილში გადავიდეს, რასაც ხშირად ვხედავთ. უბრალოდ ყოველისა ჩვენ და ეს რეფორმა ასეც დაანონსდა, უმაღლესი და ზოგადი განათლების რეფორმა, რომელიც იქნება ისტორიული რეფორმა საქართველოს განათლების სისტემისა, რომელიც თვისებრივად შეცვლის სასკოლო და უმაღლეს განათლებას საქართველოში და ჩვენ იმაზე კი არ იქნება საფიქრელი ჩვენს ახალგაზრდებს, რომ წავიდეს საზღვარგარეთ და როგორმე სხვაგან ისწავლოს, არამედ მათ ადგილზე საკუთარ საზოგადოებაში, მათთვის ნაცნობ სოციალურ გარემოში ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ უმაღლესი სტანდარტის სასკოლო და უმაღლესი განათლება. და ეს არის ის მიზანი, რომელიც ჩვენ დავპირდით ჩვენს ამომრჩევლებს და მოქალაქეებს და ამას მივახცევთ აუცილებლად. შესაბამისად, სწორედ ამ მასშტაბების შესაბამისი არის ის გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ იყო გახმოვალებული განათლების მინისტრის მხრიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა მე მინდა თბილისის ორივე უნივერსიტეტის თითოეულ პროფესორს და სტუდენტს ჩემი პატივისცემა დაუდასტურო, ყველას ვისაც შეიძლება ჰქონდეს გულწრფელი კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველას თითოეულს გაეცემა ამ კითხვას პასუხი და თქვენ ხედავთ, რომ განათლების მინისტრი ამ მხრივ აქტიური არის, ვთქვათ, სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრის ხვით, პრემიერ-მინისტრი პირადად არის ჩართული და ყველა კითხვას თუ კი რაიმე არსებობს გულწრფელი კითხვა, ამას გაეცემა პასუხი. ეს ერთი. მეორე, ჩვენ ასევე ვნახეთ, ასე ვთქვათ, ნახეთ ის ჩვეულებრივი ეჭვმიტანილები, რომლებიც როგორც წესი ამ დროს თავის ემოციური კრიზისები ეწყობათ ხოლმე და ეწყებათ ხოლმე და ასე ვთქვათ ყოველ რაღაც ასეთ ნებისმიერ საკითხს იგებენ საბაბად, რომ დაიცალონ ზიზღისგან. და გუშინაც ეს ვიხილეთ ზიზღის და სიძულვილის მთელი კასკადი, რომელიც მოედინება ამ ადამიანებს. ამ ადამიანებს ჩვენ ვერაფერს ვერ უშველეთ. ეს ადამიანები არიან, საკუთარი ემოციური დაზიანების ბაბში არიან ჩაკეტილები, რომელსაც მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდება და ბევრი მაგალითი შეგვიძლია გავიხსენოთ, სადაც ყველანაირ საკითხზე, უბრალოდ ეს არის ემოციურად დაზიანებული ხალხი, რომელსაც ეს აქვს საბაბი, ტრიგერი, რომელსაც უბრალოდ მე ეწყებათ ავტომატურად ზიზღის და სიძულვილის ფქვევა. ამ ადამიანებს ჩვენ ვერაფერს ვერ უშველეთ. მით უმეტეს გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ ესე იგი აი ეს ეგრეთ წოდებული ჯგუფი, ასე ვთქვათ, ამ რადიკალებისა, ესე იგი თითქოს რო შეხედო ამბობენ, რომ ჩვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვა გვინდაო, იქვე იმავე აბზაცში აფქვევენ ზიზღს ორივე უნივერსიტეტის პროფესორის და
რექტორების და ხელმძღვანელობის მიმართ, უბრალოდ ზიზღს ავლენენ სტუდენტების მიმართ ორივე უნივერსიტეტის და ამბობენ, თქვენ ჩვენთან არ იყავით ხო აქციებზე, ახია თქვენზე, ესე მოგივა, თქვენ საზიზღრება. უბრალოდ ეზიზღებათ სტუდენტებიც, პროფესორებიც და ეს უბრალოდ მათთვის საბაბი არის კიდევ ერთი სიძულვილის დღის მონიშნისა, რომ შემდეგ რაპორტი გააგზავნონ საზღვარგარეთ და უთხრათ, რომ აი დღესაც ძვირფასო დამფინანსებლებო, დღეს ორჯერ შევაგინე, სამჯერ შევაზიზღე და 15ჯერ სიძულვილი გამოვხატე, გთხოვთ ჩარიცხოთ შემდეგი ტრანში. ბატონო და ესეც აჩვენებს საბოლოო ჯამში და მეორე საკითხი რომ გუშინ ნახეთ მათ შორის ზოგიერთი ასე ვთქვათ განათლების ექსპერტი და წარმოდგენილი ადამიანი და სადაც სათაურიც კი ასე იწყებოდა განათლების კვლევარი თუ ექსპერტი სახელ და გვარსაც კი არ წერდნენ იმდენად უცნობი ადამიანები არიან არ ვიცი განათლების სისტემასთან რა კავშირი აქვს ჩვენ ზოგადად ესეც მინდა ვთქვა მას შემდეგ რაც დაანონსდა განათლების რეფორმა ყველა მიმართულებით ზოგადი განათლება იქნება უმაღლესი ხედავთ ღრმად არაკომპეტენტურ მსჯელობას მათი მხრიდან რომელთაც რო კითხო ამ სფეროში განათლება აქვს თითქოს მიღებული და თავი კიტრათ მოაქვს გონიათ თავი ექსპერტები. გამოდიან და ვერაფერს სხვაგან ვერ მიდიან, აი კარგად გკითხეთ. იმიტომ ერთადერთი რაც გვესო შენობების გაყიდვა. თითქოს რაზე ვსაუბრობ, წარმოგიდგენიათ რაზე ვსაუბრობ უმაღლესი და ამ შემთხვევაში უმაღლესი განათლების თვისებრივ რეფორმებზე და ერთადერთი შესწავლა ხო გაიგეს ძირითადი კომპონენტები რა არის. თქვან აბა კომპეტენტური აზრი რომ აი ასე კი არ უნდა იყოს, ისე უნდა იყოს და ერთადერთი აზრი რაც მოდის რომ შენობების გაყიდვა. არავისთვის მთავარი ამოცანა არ არის შენობების გაყიდვა თუ ასე ვთქვათ გასუსხება არ არის. ჩვენი მთავარი არსი და აზრი არის ხარისხიანი განათლება და მე გუშინ ვთქვი დღესაც გავიმეორებ. ერთი დიდი ერთიანი უნივერსიტეტი ეს იყო ივანე ჯავახიშვილის იდეა. ეს არის ეს იყო მისი მიზანი, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქმნიდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშივე შეიქმნა ტექნიკური მიმართულების ფაკულტეტი და შემდეგ უკვე ბოლშევიკების დროს, როდესაც ივანე ჯავახიშვილი გამოაგდეს თსო-დან, მიაბრუნეს და დაახვედრეს ისეთი გარემო, რომ მიბრუნებას გადაყვა საბოლოო ჯამში ივანე ჯავახიშვილი, შემდეგ შექმნეს ცალკე დააყვეს, დაანაწევრეს იმისთვის, რომ მეტი კონტროლი ქონოდათ აკადემიურ პერსონალზე თუ ასე შემდეგ. ამიტომ სინამდვილეში ყველა ვინც კი კეთილსინდისი არა დაფიქრდება, ყველა მიხვდება რომ ეს მხოლოდ სასარგებლო არის ორივე უნივერსიტეტისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ამით გვექნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერთიანი უნივერსიტეტი, სადაც ამ მიმართულებების მიხედვით, როგორც ტექნიკური მიმართულებებით, ისე ჰუმანიტარული მიმართულებებით იქნება უმაღლესი დონის განათლება და რა თქმა უნდა ამ რესურსების ერთიანი კონცენტრაცია თვისებრივად ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ყველას, აკადემიურ პერსონალსაც და გუშინ თქვა განათლების მინისტრმაც კიდევაც რომ აი სპეკულაციები რომ არ იყოს, იმიტომ რომ ამ ადამიანებს ემოციურად დაზიანებულ ბაბლს, ასე თქვათ, შენობების და იმის რა ქვია, გათავისუფლების გარდა სხვა არაფერი არ აფიქრდებათ განათლების რეფორმის თუნდაც კრიტიკისთვის. და ითქვა კიდევაც რომ არანაირი შენარჩუნდება ის აკადემიური პერსონალი, ვინც არის ამ უნივერსიტეტებში, შენარჩუნდება სტუდენტების რაოდენობა, რაც არის პირიქით, ჩვენ ამას ვამბობთ, მეტი გვჭირდება. ტექნიკური, თუ მეტეს ტექნიკური მიმართულებები, ჩვენ ეს მიმართულება აბსოლუტურად სხვა მასშტაბზე უნდა გადავიყვანოთ. დღეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისა სპეციალისტების ნაკლებობა არის. ყველა მიმართულებით ინჟინერი იქნება, არქიტექტორი, ჰიდროლოგი, არავინ აღარ ყავს. დარჩენილია ძველი თაობა, რომელსაც სწორედ ის განათლება აქვს მიღებული და ის სპეციალობები, რომელიც დღეს ტექნოლოგიების ეპოქაში ჭირდება ქვეყანას, ეს სპეციალობები არის დაკნინებული და სწორედ ეს გადაწყვეტილება შეუწყობს ხოლმე რომ თვისებრივად კიდევ ხალხს უსვავ შეიცვალოს სიტუაცია. რაც შეეხება სტუდენტებს, მათთვის არაფერი იმ ხრივ არ იცვლება, რომ ეს იქნებიან ერთი დიდი უნივერსიტეტის სტუდენტები, რა თქმა უნდა ეს მათთვის ყველასთვის იქნება უფრო განსაკუთრებით ხაზგასასმელი და ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას ვისაც გულწრფელი კითხვები აქვს, ყველასთან მზად ვარ უპასუხო. უმუშევრობის დონე რომ არის ერთი ხონო რომ ამას შეიძლება უმუშევრობის მაჩვენებელი ერთი დონემდე არის გაუმჯობესებული. და მონაცემები უნდა გკითხოთ, მაჩვენებელი 2010-2012 წლებში იყო 20% შეადგენდა, ხოლო 2012 წლის შემდეგ კი უმუშევრობის ეს მაჩვენებელი არის ამ შემთხვევაში გაუმჯობესებული. როგორ არის ეს
კვლევის შედეგი. რა თქმა უნდა, ეს არის შედეგი იმ ეკონომიკური პოლიტიკისა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს. ეს არის შედეგი იმისა, რომ ჩვენ მივყვებით ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და არა ბრიუსელის ინტერესებს. კიდევ ერთხელ ხაზს უსვა. ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, არა თუ დღეს დასაქმების ზრდა იქნებოდა და უმუშევრობის კლება იქნებოდა. დღეს ჩვენ ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა. პირდაპირ ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა, ჩვენ რომ დაგვეჯერებინა იმისთვის, რასაც ბრიუსელი ჩვენგან მოითხოვდა. და შეგახსენებთ, ას მოითხოვდა, ჩვენ უბრალოდ ჩვენ ფეხში გაგვესროლა ტყვია, იმით რომ ჩაგვეკეტა ყოველგვარი ვაჭრობა რუსეთთან, იმიტომ რატომღაც გაიღვიძა ერთ დღეს ბრიუსელმა, რომელიც მანამდე ნავთობს, გაზს ყველაფერს იღებდა რუსეთისგან და რესეთ გადატვირთვა ჰქონდათ რუსეთთან და ყველა ჩვენი ომის შემდეგ ყველაფერი დაალაგდნენ და არანაირი პრობლემა არ ჰქონდათ. ერთ დღეს გაიღვიძა ბრიუსელმა და თქვა, რომ არა, ეხლა რუსეთი მტერია და ქართველები ახლა დაკეტეთ ვაჭრობა, არ შემოუშვათ რუსი ტურისტი, დახვდით ბათუმში გემებს და გახსოვთ მაშინ ელჩებიც კი ჩაერთვნენ იმაში, რომ კი გააგდეთ აქედან ტურისტები, რუსი ტურისტი აქ რა უნდა. აი ამისთვის რომ დაგვეჯერებინა, რასაც ჩვენ გვეუბნებოდა ბრიუსელი, დღეს ჩვენ ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა. აი ასეთი რეკომენდაციები და რჩევები ბჭყალებში მოდიოდა ბრიუსელიდან, რომ დაგვეჯერება დანგრეული ქვეყანა. შესაბამისად, აი ამას დაუჯერა მოლდოვამ და მიიღო, რაც მიიღო, ეკონომიკური ვარდნა 2022 წელს, ნულის გარშემო ეკონომიკური ზრდა ამის შემდეგ, იმიტომ რომ დაუჯერა ბრიუსელს და არ დაუჯერა საკუთარ მოსახლეობას და საკუთარ ეროვნულ ინტერესებს. ასე რომ ეს არის შედეგი, აი ეს არის სხვაობა ეროვნულ ხელისუფლებასა და ვასალურ ხელისუფლებას შორის. სწორედ ამიტომ მის საქართველოს ოცნებას ხმა 2022 წელს საქართველოს მოსახლეობა რომ მათ ინტერესებს მივდებთ და ვიცავთ და არა ბრიუსელის ამა თუ იმ კომისრის ინტერესებს, რომელიც შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე გუშინავს თქვი მართლმსაჯულების კომისარი რეინდერსი, რომელიც კორუფციაში იქნა მხილებული ადამიანი, რომელიც 2022 წელს, როდესაც თავმჯდომარე გავხდი, პირველი მეორე ვიზიტი იყო ჩემი ერთ-ერთი პირველი თავმჯდომარის რანგში მოკლედ ბრიუსელში და მასაც შევხვდი და წინ მედგა და ჭკუას მასწავლიდა როგორ უნდა იყოს მართლმსაჯულების სისტემა და რა კანონები უნდა მივიღოთ და აღმოჩნდა რომ ამ ადამიანს მილიონი უდევს იქა რა ქვია სეიფში. ასე რომ აი ასეთი ადამიანი დაგვეჯერებინა ხო ამ ადამიანისთვის მაშინ. ამიტომ არის ასე თქვა წმინდა ძროხად გამოცხადება ბრიუსელის და მისი ბიუროკრატების, რომელშიც მილიონები ჩაყარეს იმისთვის, რომ ბრიუსელი გამختارიყო რაღაც რელიგიის ქურუმად, ასე თქვა და მათი სიტყვა უნდა ყოფილიყო კანონი და შეუმცდარობის პრინციპი უნდა ყოფილიყო მათი სიტყვის მიმართ. აი ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ჩვენ ზუსტად აი ამ შედეგების დროს ხვდებით, რომ კიდე კარგი ბრიუსელს არ დაუჯერეთ. რა მოხდებოდა, რომ მაშინ ხელისუფლებაში ყოფილიყო ნაცმოძრაობა, აი ეს NGO-ების ხელისუფლება ყოფილიყო, ხო თითოეულ ამ ყველაფერს ხო ჩაკეტავდნენ საზღვარს. ხო თვითონ ამბობდნენ, ჩაკეტავდნენ საზღვარს, შეწყვეტდნენ ვაჭრობას. საქართველოს გახდებოდა ჩიხი ყველაფრისთვის და საქართველოს ეკონომიკურად იქნებოდა დანგრეული. აღარაფერს ვამბობ, რომ ეს იყო გარანტირებული გზა ომისკენ. აი ეს არის რატომაც 2024 წელს და 25 წელსაც ქართულმა ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა. რა სიტყვით დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი რომ მაგარია 70% შეადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები არის ეს. აი ესეც ამ კუთხით. მე მგონი ამას სტატისტიკის გარეშეც ყველა აღიარებს მოყარեց და მტერიც, რომ თვისებრივად შეცვლილი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს და ზოგადად ჩვენი სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემის საქმიანობა. შეცვლილი იმ ხრივ, რომ კონცენტრირებული არის იმ განსაკუთრებულ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არის, დანაშაულებრივი ხრივ, უპირველეს ყოვლისა არის ნარკოდანაშაული და ხედავთ, რომ სამწუხაროდ ჩვენთან პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ პირთა რაოდენობაც კი გაიზარდა. ჩვენ იცით, რომ ამნისტიებით თუ შეწყალებებით მათ შორის გამოცხადებული ქონდა, რომ გვინდა შემცირება რაოდენობის, მაგრამ რას იზავთ ახლა, როდესაც ამდენი ნარკომოვაჭრე ტრიალებს, მათ შორის უცხოეთიდან შემოსულები, როგორც ჩანს ხოლმე, ნამდვილი ჩანს ხოლმე, ყველას მიეხედება, როცა ეს არის, სხვა გამოსავალი არ არის. ამიტომ ნარკოდანაშაულები, არასრულწლოვანების გამოყენებით ჩადენილი დანაშაული და თქვენ ნახეთ გუშინ წინ იყო თუ არ ვცდები, დიდი ჯგუფი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მინდა მათ მადლობა გადაუხადო, იმიტომ ეს ჩანს რომ იყო ძალიან რთული დაფარული სქემა, როდესაც დასული სრულწლოვანი ადამიანები იყენებენ არასრულწლოვანებს
მათ ჩაადენინებენ დანაშაულებს იმისთვის რომ შემდეგ ისინი პასუხისმგებლობის გარეშე რჩებიან და ჩართული იყავ დანაშაულების სქემაზე და სწორედ იმის გამო შეანსაკუთრებით სამინისტრომ სპეციალური ყურადღება მიაქცია ამას, სპეციალური ღონისძიებები ტარდება ამ სქემების გამოსავლენად, ნახეთ გუშინ წინ უკვე პირველი შედეგი დიდი ჯგუფის დაკავების და დარწმუნებული ვარ, აქაც ამ ხრივ თვისებრივად შეიცვლება მდგომარეობა, ვინაიდან ამ დაკვირვებებიდან, რომელიც მათ შორის შეანსაკუთრებით სამინისტრო გვიზი არის რამდენიმე ჯგუფი, რომელიც ამ ხრივ მუშაობს და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც მათ შორის ასე კოორდინირებულად მუშაობენ. ბატონო, შეიძლება მეც რომ რამდენიმე რამდენიმე ამ კარტების შესახებ კანონთან დაკავშირებით მინდა რომ გითხრათ, აი რა არის თქვენი მთავარი მიზანი ქართული ოცნების? არის თუ არა თქვენი მიზანი ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იძულებული გახდნენ, რომ წავიდნენ ემიგრაციაში და უცხოეთიდან განახორციელონ საკუთარი საქმიანობა, როგორც მოხდა რუსეთში, როცა რუსეთიდან გაიქცნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და უცხოეთიდან მუშაობდნენ უკვე. ეს არის თქვენი მიზანი? ანუ ქვეყნიდან დევნილი არასამთავრობო სექტორი. კარგით. კი ბატონო. ასეთ კითხვას დაგისვათ, თუნდაც მიპასუხეთ თუ კიდათ არა, მაგრამ ასეთ კითხვას თქვენ რომ მიბრუნდეთ სახლში, შეხვიდეთ თქვენ სახლში და დაგხვდეთ კედელი გადაღებილი სხვაფრად, ავეჯი გადაწყობილი სხვა ადგილას. და რომ მოიკითხოთ რომ რა მოხდა, არ კვირთ და მე გაგაბოშეთ თქვენი მეზობელი, თქვენ და დაუკითხავთ, შევიდა თქვენ სახლში. იქ თქვა რომ იცი ეს ფერი არ მოგწონს, კედელზე სხვანაირ ფერად შეღება, ავეჯი გადააწყო. რას თქვა რა იქნება თქვენი ემოცია? პასუხი არ მინდა მე ვივარაუდებ. სავარაუდოდ ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანის ემოცია იქნება აღშფოთება და შემდეგ კითხვა რომ გეკითხა მინდა ამფრად შეღება, ხო ჩემი სახლია, ხო მე უნდა ვიცხოვრო, მინდა რომ ეს ავეჯი აქ იდგას თუ იქ იდგას. აი ზუსტად ამას ეხება ეს კანონი. ხარ ჩემი მეზობელი? ამბობ რომ შენი მეგობარი ვარ, შემოდი ხარ ჩემ ოჯახში, ჩემ ქვეყანაში და ამბობ რომ ეს კედელი ასე უნდა გადავღებო, აქ ეს უნდა გაკეთდეს, ეს უნდა კითხე რა. კითხე. აი მაცეთ. კითხე და ვის უნდა კითხოს? ხალხს. და ხალხს ვინ წარმოადგენს? საქართველოს ხელისუფლება. ამიტომ უნდა კითხოს საქართველოს ხელისუფლებას. საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენს ქართულ ხალხს. ამიტომ კეთილი ინებოს საფრანგეთმაც, არ ვიცი მე, ევროკავშირმაც თუ ვინც იქნება, ვისაც უნდა საქართველოში დახარჯოს ფული, რომელიც გავლენას ახდენს კედლის ფელზე და ავეჯზე და ასე შემდეგ, ანუ პოლიტიკაზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაზე გავლენას კეთილი ინებოს და კითხოს იმ ოჯახის წევრებს. ჩვენ ესა რა ქვია, კომუნალურ საცხოვრებაში არ ვცხოვრობთ. ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია და არ ვართ ვინმეს ნაწილი და პროტექტორატი. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სუვერენი სახელმწიფო, რომელიც სისხლით მოიპოვეს დამოუკიდებლობა, რომ საბჭოთა მოსკოვისგან, მათი დირექტივებისგან, მათი დაუკითხავი ასე თქვა შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი დაგვეღწია და ამას იმიტომ არ გავაკეთეთ ჩვენ რომ ეხლა ესტონეთში ყალბი ენჯიები დაარეგისტრირონ და ჩამოვიდნენ აქ ფული ხარჯა თან როგორი მარტა კოსის თან როგორი გონორით საუბრობსო ისეთი რამე არისო რომ ეხლა ვითხოვენო რომ ხალხისგან თანხმობა გქონდესო და ჩვენო ვეძებ გზასო რომ ისე შევიდეთო იმ ოჯახშიო რომ რაღაც ფანჯრიდან შევძვრეთ რაღაცნაირად ისე რომ არ ვკითხოთ და ჩვენ ჭკუაზე მოვაწყოთ იქაურობაო და რატო ვინ ეკითხება ევროკომისარს საქართველოს მოწყობას ჩვენ და დაუკითხავთ ამიტომ მიზანი არის მარტივი მიზანი არის არა თქვენ რო ნახოთ თქვენს კი ბატონო თქვენ რო ნახოთო თქვენს ბინაში თქვენმა მეზობელმა თქვენ და დაუკითხავთ რაღაცა შეგება თქვენი მიზანი სხვა მეზობელი გააქციოთ მიზანი გაქვთ რომ გაიქცნენ არა თქვენი მიზანი ხო არ იქნება რომ თქვენ რო ნახოთ რომ თქვენმა მეზობელმა კაი ბინა არ იყოს და ავიღოთ სოფლად ადგილი და დაბარა თქვენი მაქვია ნაკვეთი თქვენ და დაუკითხავთ თქვენი მიზანი სხვა რომ გააქციოთ თქვენი მეზობელი თქვენი მიზანი რა აუხსნათ რომ კითხე მინდა თუ არ მინდა მინდა აფრად შეღერო თუ არ მინდა რომ მინდა რომ დაბარო თუ არ მინდა დაბარო კითხე ამას არა რას ქვია პროცედურა უმარტივესი პროცედურა არის უმარტივესი პროცედურა რუსეთში ეს მოხდა როცა გაიქცა მივედი თუსათამდე როგორც იქ მივედი თუსათ კანონების მიღების შემდეგ მოყურეთ კიდე ერთხელ ხო მარტივია უმარტივეს
ჩვენ გვაქვს ორი უმარტივესი კანონი. ერთი უმარტივესი კანონი, რომელიც ამბობს, რომ ხარ ევროკავშირი, გინდა ისეთი ფული დახარჯო, რომელიც ამ ქვეყანაში კედლის ფერზე და რაღაცაზე, ანუ პოლიტიკას გავლენას ახდენს, მიდი მთავრობასთან, მიიღე თანხმობა და ხარჯე რამდენიც გინდა. და მეორე, ამას ხარჯავ ჩააბარე თან ანგარიში ქართულ ხალხს, რომ აი ეს დავხარჯე კედლის შეღებისთვის, ეს დავხარჯე ჭერის მოწყობისთვის და ეს დავხარჯე ეზოს დაბარვისთვის, ხომ? ორი მარტივი საკითხი არის და აქ ხო კითხვა მარტივია, რატო არ უნდა მარტაკოს, რომ კითხოს ქართულ ხალხს? რატომ არ უნდა? გამოდის რომ აქ უნდა ვიგულისხმობთ, რომ არის რაღაც ისეთი საქმეები, რომელიც ისეთი მიზნები, რომელიც ქართული ხალხის მიზნებში და ინტერესებში არ შედის და ამიტომ უნდა თო ფარულად გააკეთონ. ასე რომ გთხოვთ ისარგებლოთ ამ ასოციაციით. თქვენ ზევან არ ინჟინერში არ მუშაობდიო და დავაზუსტებთ არასამთავრობო გერმანიის დაფინანსებით GIZ-ში მუშაობდით, სადაც სავარაუდოდ თქვენი შემოსავლის 20%-ზე მეტს გიხდიდათ გერმანიის მთავრობა. 100%. 100% გიხდიდათ გერმანიის მთავრობა. მით უმეტეს. მაშინ ამ კანონის მიხედვით არც თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ პოლიტიკაში ეს კანონი ეს კაპანაძეს ეხება და თქვენ არ გეხებათ. შერჩევითი არის ეს მიდრომა. შერჩევითი არ არის. შერჩევითი კიდევ ერთხელ არა. საუბარი არის ფინანსებდათ მით უმეტეს. გავიგეთ. სერგი კაპანაძეს არ ქონდა უფლება. გავიგეთ. გრილების პერიოდები უწევდა და თქვენ არ გიძებდათ არაფერი? გაგიძებთ? მე 2020 დამოყოლებული კარგად გაგრილებული ვარ, ასე რომ რაც შეეხება კითხვას. რაც გეტყვით, რაც შეეხება ამ კანონს და ნორმას, არის მარტივი საკითხი არის. ეს ეხება ქართულ ორგანიზაციებს. ქართულ ორგანიზაციებს, ქართულ იურიდიულ პირებს, ამ შემთხვევაში არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. მე ქართული ორგანიზაციის თანამშრომელი არ ვიყავ, მიგახდით, გერმანიის მთავრობის ორგანიზაციის თანამშრომელი. კიდევ ერთ კითხვას დაგისვამთ, ფასებთან დაკავშირებით ერთს დავაზუსტებ, მხოლოდ ფასების თემაზე და საქმე ეხება ბატონ შალვა აქციზის გადასახადს. აქციის გადასახადი არის 1 ლიტრზე 40 თეთრი და ზუსტად 1 რა პროდუქციულ კაცო თავიდან გესმენთ. აქციის გადასახადზე მინდა რომ ვკითხოთ, ნავთობზე და ასე შემდეგ. აი ერთი სხდომა არის, რომ საჭირო ეკონომისტები ამბობენ, რომ აქციის ფასი შეიცვალოს ან გაუქმდეს. ზუსტად ერთი სხდომაა პარლამენტში საჭირო, რომ აქციზი გაუქმდა, ეს მკისიერად აისახება ბენზინზე და ფასის დაკლებაზე. ეკონომისტები ამბობენ, რომ თუ სახელმწიფო გუნდს რეალურად ცვლილებები და ფასების კლება უნდა, აქციის გადასახადით შეუძლია გაუქმონ, რადგანაც ამ ფასს რეალურად ქართველი ხალხი იხდის. აქციის გადასახადი გაუქმდეს საერთოდ? კი, გაუქმებაზეა საუბარი. ეკონომიკურ ეკონომისტი ამბობს. ძალიან ბევრი ეკონომისტი. არ მგონია გირჩის ეკონომისტების გარდა ვინმე ეს თავში მოუვიდეს. ანუ სახელმწიფოში, არა ის რომ სახელმწიფოში გადასახადები უნდა არსებობდეს, ამას ერთადერთი ვინც ეწინააღმდეგება არის გირჩის სპეციფიური წარმოდგენა სახელმწიფოზე, სადაც ანარქია გონიათ სახელმწიფო. არა, უყურეთ, ჩვენ ხო მაგას ვთქვით, ჩვენ არანაირი წინასწარი რეცეპტები არ გვაქვს. იქ არის კომისია თავრობის, იქნება საპარლამენტო კომისია, საჯარო არ იქნება ყველაფერი, ყველა დაინახავს. რა არის ფასწარმოქმნის ჯაჭვში, სად რა ხდება, ამაში გავერკვეთ და მე რა დაუშლის ვინმე ისევ მაღალი ფასი შეინარჩუნოს მაგალითად. და ის მოგებად დაიტოვოს, რამე დაუშლის, ამ შემთხვევაში თუნდაც ბიზნეს რომ გადასახადი რაღაც თუ მოაკლდება, ის გადასახადი მე იმაში კარგად დაიხადოს რომ სკოლები აშენდეს და ავტობანი, არამედ თვითონ მოგებაში წავიდეს. ვიღა დაუშლის არაფერი. ამიტომ ეს გამოსავალი ასე ავტომატურად არ არის. კომისია, ამიტომ არის კომისია, ამიტომ იქნება საჯარო განხილვა და ყველა ერთად. თქვენ აზრსაც მოვისმენთ, მოსახლეობის აზრსაც მოვისმენთ, ყველა ერთად ხო შევხედავთ. ყველა ამ ყველაფერს გავაანალიზებთ და მივართ საერთოდ დასკვნამდე სად რა შეიძლება, სად რა არ შეიძლება. დებატებზე პრემიერის ინიციატივას მზაობა არსებობს, მაგრამ ეხლა თავად კითხვა რჩება, ვისთან დაჭდება დებატებში, იმიტომ რომ ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ინიციატივას ნაწილი მზადდება. თქვენ ვისთან წარმოგიდგენიათ დებატები და რა თქმა უნდა? თავარი კითხვა არის რა საკითხებზე, ან რა ტიპის დებატი წარმოგვიდგენია. ჩვენ როცა ვსაუბრობთ, გვინდა რომ თავის დროზე გარედან დავალებით რადიკალებმა ჩაკეტეს ყოველგვარი დისკუსია. და ეს ფაქტებით ვკითხდება, რომ მათი ჩაკეტილია დისკუსია, თუნდაც გავიხსენოთ 2024 წლის
ძალადობრივი აქციები, როდესაც პრემიერ-მინისტრს შესთავაზა საჯაროდ მედიით მისი და ჩემი მონაწილეობით და მეორე მხარეს ნებისმიერი ადამიანის მათი წარმომადგენლის მონაწილეობით დებატი საკთან დაკავშირებით იმ თაღლითობასთან დაკავშირებით, რაც მაშინ აკადრეს ქართულ ხალხს, რომ თითქოს ჩვენ რამე შევაჩერეთ მოლაპარაკების და იცით რომ მაშინ ორმა ადამიანმა გამოთქვა მზადყოფნა და იმ წამსვე ჩახსნეს. იმ წამსვე გარედან დიდი ალბათობით ალბათ ჩახსნეს ამ დებატებს. რატო? იმიტომ არანაირი დისკუსია არ უნდა იყოს. უნდა იყოს რა ქვია, სლოგანების ყვირილი და ისტერია და უნდა იყოს ყვირილი და არა დისკუსია, ისტერია და არა აზროვნება. და ამიტომაც არის, რასაც ხედავთ, ხო, ამ ადამიანებს უბრალოდ საბაბი მიეცი, რომ ზიზღი გამოვალონ და იყვირონ. ამიტომ ჩვენი მიზანი არის შესაბამისად, რომ იყოს საგნობრივი დისკუსია. ალბათ თქვენ ხვდებით ახლა ვის აქვს ერთი მხრივ უნარი და ცოდნა საგნობრივი დისკუსიისთვის და მეორე პოლიტიკური მზაობა საგნობრივი დისკუსიისთვის. ამიტომ ვთქვიმე რომ მაგალითად ამ რადიკალურ ოპოზიციას, თქვა ნაციონალურ მოძრაობას და მსგავსებს ხომ, მათ რა თქმა უნდა პოლიტიკური მზაობა დისკუსიისთვის არ აქვს. როგორ წარმოგიდგენიათ, მოვიდეს დებატში ნაცმოძრაობის წარმომადგენელი ჩვენთან და განათლების სისტემას რეფორმას განიხილავს და იმას იტყვის, რომ იცით რა, პარლამენტო ჯობია ასე შეცვალოთ კანონია, ასე არ შეცვალოთ, როდესაც ამბობენ თქვენ ხართ არალეგიტიმური რაღაც კრემლისგან იმართებით, როგორ უნდა დაждდეთ, იქ უნდა მოვიდნენ, არ ვიცი მე, საჩხუბრად, ხომ? ამიტომ თავად ჩიხში არიან სინამდვილეში, თავად ვერც შეძლებენ, რომც უნდოდეთ, ვერ შეძლებენ იმდენად ჩაკეტეს ყველა ეს სფერო. ეს ერთი და მეორე, ჩვენ როცა ვსაუბრობთ ნაციონალურ მოძრაობაზე და მსგავს რადიკალურ ჯგუფებზე, ესენი გახლავან ის ჯგუფები, რომელიც კონსტიტუციურ წესრიგს არ აღიარებენ. და რა თქმა უნდა, ჩვენ ამოვიდოს იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ არ მივცეთ ასე ვთქვათ, არ დავაკნინოთ ეს მათი არაკონსტიტუციურობა ან კონსტიტუციური წესრიგის არაღიარება, არ მივცეთ ლეგიტიმაცია ამ პროცესს. მაგრამ კიდევ ერთხელ პირველი ის არის, რომ მათ თავად არანაირი პირი არ აქვს ჩვენთან მოსასვლელად სადისკუსიოდ, უნდა მოვიდნენ ტრანსპარენტებით თუ მოვლენთ ეს სხვა არა, უყურეთ, აი თქვენ როგორ წარმოგიდგენთ ნაციონალურ მოძრაობა მოვა და თქვა ფასებთან დაკავშირებით, როგორ უნდა იდუსკრეს, რომ თქვას, რომ იცით რა, მთავრობამ ეხლა გადასახადი ასე დაწიოს თუ კანონი ასე შეცვალოს, ხო? მათ ვინც აღიარებს კონსტიტუციურ წესრიგს, ვინც გამოთქვამს მზაობას დებატების, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ კიდევ. შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური შიდა პროდუქტის მოცულა 7.2% აღემატება. ის შედეგია ეს მონაცემები. რასთან დაკავშირებით ბოდიში, რომელზე საქსტატის რაზე? კი, ხო, ნუ მე წეგანაც ვისაუბრე ამაზე ეკონომიკური დასაწყისად შეეხება. ჩვენ ვართ ამ მხრივ ლიდერები რეგიონში ხო ვართ და ევროპის მასშტაბითაც ლიდერები ვართ ეკონომიკური ზრდით მაჩვენებლებით. მათ შორის აი სულ ბოლო ასე ვთქვათ მოვლენები, როდესაც ევრობონდები საქართველოს მიერ განთავსებული, კიდევ ერთხელ რამდენჯერმე გაზრდილი არის მოთხოვნა, დაწეული არის საპროცენტო მოთხოვნა ევრობონდებთან დაკავშირებით, რაც ადასტურებს, რომ ნდობა ქართული ეკონომიკის მიმართ არის გაზრდილი. და ეს ნდობა როა გაზრდილი, შესაბამისად აისახება შემდეგ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე. და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ ორი ფაქტორი უწყობს ხელს ეკონომიკური ზრდას. პირველი სწორი ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლების და სწორი აქცენტები ეკონომიკაში, ეს ერთი რაც უზრუნველყოფს და მეორე რომ არ უჯერებთ ბრიუსელს. ყოველი დღე, როდესაც არ უჯერებთ ბრიუსელს, ჩვენ ეკონომიკურად მივდივართ წინ. ყოველი დღე, როდესაც დაუჯერებთ ბრიუსელს, ჩვენ ეკონომიკურად წავალთ უკან. ბატონო შალვა, შემთხვევას დაგესვამ, თუ შეიძლება ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესზე გითხავთ. ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად საუბრობენ უფლებადამცველები და ფსიქიატრები, რომ აი ეს რეესტრი, რომელსაც ზედამხედველობას გაუწევს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეალურად იქნება დაბრუნება ამ ეგრეთ წოდებული საბჭოთა პრაქტიკის, სადამსჯელო ფსიქიატრიის და ეს შეიძლება ქართულმა ოცნებამ გამოიყენოს ოპონენტების წინააღმდეგ და ამავდროულად დღე-დღეზე შედის ზუსტად იდენტური კანონი რუსეთშიც ძალაში. არის თუ არა ეს რეპრესიის აქტი იარაღი, როგორც საუბრობენ იურისტების დიდი ნაწილი. ხო, ნუ ავიც, ანუ ყველა ნებისმიერ ადამიანი, ვინც დისკუსიაში არგუმენტად შემოდის რუსეთის სახელით, აპრიორი ეს ადამიანი მიმაჩნია არასერიოზულად. რატო მიმაჩნია, იცი რომ ეს ხო პირდაპირ ხაზს უსვავს, რომ სინამდვილეში არგუმენტი არ აქვს
იმისთვის რომ რაღაცა გააძლიეროს და აჩვენოს რომ რაღაცა ბუასთან გვაქვს საქმე, რუსეთი უნდა ახსენოს. რუსეთების ხსენებები რო არის საჭირო, ამ ადამიანს უპირველეს ყოვლისა აჩვენებს ასეთი ეგრეთ წოდებული ექსპერტების არაკვალიფიცირებას. ეს ერთი აპრიორი, ვინც არ უნდა იყოს არაკვალიფიციური, როგორც კი აი რუსეთს რომ მიამბავს, აჩვენებს რომ ეს საერთოდ პოლიტიკური ანგაჟირება. ეს ერთი, მეორე რაში უნდა გამოვიყენოთ? რა ვის მაგალითად ბელარუსი და რუსეთი ზოგიერთ აქტივისტებს ვაკუთვნებთ თავის სტიგმატიზებას თვითონ ახდენენ საკუთარი ქცევით. კიდე ერთხელ ჩვენ რასაც ხედავთ, თქვენ ხო ნახეთ, პანჩბოქსის ფორმით დარბოდა ადამიანი 4 ოქტომბერს. აი კვამლი და გაზი რო იყო და ძალადო რომ პანჩბოქსი პერსონაჟი ასეთი დარბოდა, კიდე რაღაც მეორე პერსონაჟი იყო. ადამიანს ისო რა ქვია, პოკემონის ქუდი რო ეს ხალხი ხო ნანახიკავთ. ეს ეხა არ ხონდათ არაგებს, მაგრამ ამ ადამიანებს ხო ხედავთ და რა სტიგმატიზება უნდა მოხდეს საკუთარი თავის მასტიგმატიზება, უბრალოდ ხოლმე თვითონ არიან. ანუ ხალხი გამოდის საუბრობს რაღაც სახელმწიფოზე თითქოს და რაღაც იმაზე და პოკემონის ქუდები დადიან. ნუ ვისი სტიგმატიზება უნდა მოხდეს საერთოდ ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება სახელმწიფოს ზოგადად ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს ადამიანებს. ეს მოცემულობა არის და მთავარი არსი ის არის, რომ ის ინფორმაციები, რომელიც მოქალაქეებზე არსებობს და იყოს სათანადოდ დაცული და გაიხსენეთ შემთხვევა, როდესაც ვინმე სამსხვილი პრეტენზია ქონია, რომ რაიმე მონაცემები, მათ შორის პერსონალური და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები სახელმწიფოს მხრიდან რაიმენაირად ბოროტად იქნა გამოყენებული, ან რაღაცნაირად, ასე ვთქვათ, არასწორად იქნა გამოყენებული. ამიტომ არის საკითხები, ნებისმიერ საკითხს შეგიძლიათ მასე კუდი მოაბათ, ნებისმიერ პერსონალურ თუ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ ინფორმაციას, თქვათ, რატომ არის ეს სადღაცად შეგროვებული თუ შენახული, ნებისმიერ საკითხზე შეიძლება თქვათ, მაგრამ საკითხი არის იმაში, რომ ერთი რა სჭირდება სახელმწიფოს იმისთვის, რომ მათ შორის გარკვეული სერვისების გასაწევად, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც შეეხება მართვის მოწმობას რო იღებ და სხვა მოწმობებს ხო გთხოვენ ამ ცნობას. ის ცნობა იქ რომ მიგაქვთ, ეს ცნობა ხო სადღაც ინახება შემდეგ, ხომ? ასე რომ კიდევ ერთხელ აქ მთავარი საკითხი არის რა საჭიროება არის და ამის საჭიროებაზე იყოს ზუსტად საუბარი და არავინ არ ამბობს, ვერავინ არგუმენტი არ აქვს, რომ ამის საჭიროება არ არსებობს. ერთადერთი რაც არის, რომ რუსეთი, კაი, გავიგეთ, ამასობაში ჩელაბინსკი აშენდა, იმდენი ეძახეს ამ ჩელაბინსკს და ევროპას კიდე რაც ემართება, ამასაც ყველა ხედავს. კითხვა თუ გაქვთ, იქნებ აქ დამისვათ, იმიტომ რომ ხა აპირებთ რომ გამომეკიდოთ და გაზე? და აქ რომ კითხოთ რა გინდათ? მინდა პარლამენტის ბანერის თანდასწორით კითხოთ.